საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისაგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ და მოქალაქე დაარწმუნეს, რომ ვითომ და მათი თანამდებობრივი გავლენების გამოყენებით თბილისის მერიისაგან მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რაშიც $70,000 მოსთხოვეს. მოთხოვნილი თანხის ნაწილის აღებისთანავე საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავა. დაკავებულებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ორივე დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.